მოგობა ჩვენთან ერთად ხართ. დავიწყოთ ევრორეზოლუციით. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც თქვენი საუბრეთ საარჩევნო პროგრამის წარდგენის დროს ის იყო, რომ ევროინტეგრაცია უცვლელი კურსია ჩვენი ქვეყნის, მაგრამ აი ვხედავთ, რომ ურთიერთობები რთულია და დღესაც ევროპარლამენტმა მიიღო ეს რეზოლუცია ძალიან მძიმე ჩანაწერებით. თქვენ როგორ აფასებთ? მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები იმედის მაყურებელს. რაც შეეხება რეზოლუციას და ზოგადად ევროპარლამენტს, მაროსის გასაგვარი არ არის ალბათ ასეთი ტიპის აქტები და ის სურათი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიხილებ ჩვენ ევროპარლამენტში, თქვენ გახსოვთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სამი სხვადასხვა ასეთივე ტიპის რეზოლუცია იქნა მიღებული ევროპარლამენტში და ეს არის უბრალოდ მორიგი მეოთხე რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო. აქ იკითხება იმ ძალების ხელი, რომლებსაც ჩვენ უწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, აშკარაა, რომ კონკრეტული ძალები ვერ ეგუებიან იმას, რომ ქვეყანაში არ შედგა მეორე ფრონტი, არ შედგა ომი და ეს არის ერთგვარი ბოლო გაბრძოლება ძალებისთვის იმისათვის, რომ მოახერხონ ასეთი სცენარის განვითარება. ისინი იმედს ამყარებენ საპარლამენტო არჩევნებზე და ამისათვის შედგა რეალურად ევროპარლამენტში ეს დისკუსია, ამისთვის იქნა მიღებული ეს რეზოლუცია, თუმცა რა თქმა უნდა, ძალების ეს მცდელობა არის განზირული წარუმატებლობისთვის. ერთმანეთი მიზეზის გამო ქართულმა საზოგადოებამ ისწავლა ძალიან ბევრი რამ იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ჩვენს გარშემო, ჩვენი ქვეყნის გარშემო, რა ძალები მოქმედებენ, რა ინტერესით მოქმედებენ ეს ძალები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ისწავლეს ასევე ისიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რომ ამ ასეთი რეზოლუციების უკან დგას არა ევროკავშირის მისი მოსახლეობის ინტერესები, არამედ დგას სხვა კონკრეტული ძალების ინტერესები. რაც შეეხება უსამართლობას, ძალიან მკაფიოდ იკითხება ამ რეზოლუციიდან. უსამართლობა ისევ არის საუბარი ქართული ოცნების წარმომადგენლების დასჯაზე, ისევე არის საუბარი ნაცმოძრაობის მფარველობაზე. ეს არის თავარი ხაზი, წითელი ხაზი, რომელიც გასდევს ამ რეზოლუციას. რა თქმა უნდა, უსამართლო დოკუმენტს არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთვის, აქვს ისეთივე ჩალის ფასი, როგორც ჰქონდა წინას ამ რეზოლუციას და ისეთივე უშედეგო იქნება ეს რეზოლუცია, როგორც იყო წინა სამი რეზოლუცია. ეს არის ყველაზე ასე ვთქვათ მოკლე კომენტარი, რაც ამასთან დაკავშირებით. ერთია, რომ ამ რეკომენდაციებს და ზოგადად ამ რეზოლუციას აქვს უпростоრად სარეკომენდაციო ხასიათი და ნუ ევროპარლამენტი არ არის პოლიტიკის გამსაზღვრელი ორგანო, მაგრამ საინტერესოა იქნება თუ არა სხვა სტრუქტურებში მსვლელობა ამ პროცესს რას მოელით, იმიტომ რომ არჩევნებამდე ორ კვირაზე ცოტა მეტია დარჩენილი, იღებენ რეზოლუციას, სადაც თქვენ ჩამოთვალეთ რა მოთხოვნებია, სხვაგან ექნება თუ არა ამას მსვლელობა. როგორც მოგეხსენებათ, 20 ოქტომბრისთვის იყო დაგეგმილი ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება და ახლა გადაიდო ამ დასკვნის გამოქვეყნება რამდენიმე დღით 30 ოქტომბრისთვის, ანუ არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდება ეს დასკვნა. არსებობს გარკვეული ალბათობა იმისა, რომ იდენტური არა, მაგრამ გარკვეული ტიპის ჩანაწერები გადავიდეს ევროკომისიის დასკვნაში, თუმცა ნახოთ დავალოდოთ მოვლენების განვითარებას. თავისთავად ის ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ გავლენები იქაც არის, მიანიშნებს იმაზე, რომ გლობალურ ომის პარტიას აღარ აქვს არჩევნების მოგების არავითარი იმედი საქართველოში. ზუსტად იციან, რომ ოპოზიცია აგებს არჩევნებს, აქედან გამომდინარე აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო პერიოდზე და არა წინა საარჩევნო პერიოდზე. თუ შეიძლება ახლა შევეხოთ პარტიების მხარდაჭერის რეიტინგსაც, თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ თქვენი შიდა კვლევებით დაახლოებით 60% არის ქართული ოცნების მხარდაჭერა. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ტელეკომპანია იმედის დაკვეთით გამოქვეყნდა გორბის კვლევაც, სადაც 59.5%. აქ საინტერესო კიდევ ის არის, რომ ქართული ოცნების გარდა ორი პარტია ლახავს რეალურად ამ მონაცემებით საარჩევნო ბარიერს. ეს ის შედეგია, რასაც თქვენ ელოდებით, თუ შეიძლება კიდევ მნიშვნელოვნად შეიცვალოს რაიმე არჩევნებამდე. ჩვენ სხვადასხვა მეთოდით ვახდენთ ჩვენი კვლევის შედეგების გადამოწმებას. არიან კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ჩვენთვის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიმართულებით, ასევე ტარდება კარდაგარი წინა საარჩევნო პერიოდში რამდენიმე კარდაგარი ტარდება, რითაც ვამოწმებთ დამატებით საზოგადოების აზრს და ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ქართულ ოცნებას ექნება დაახლოებით ასეთი შედეგი, დაახლოებით 60%-იანი შედეგი საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს მაჩვენებელი მოიმატებს, ეს არის საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, საზოგადოებაზე დამოკიდებული. რაც შეეხება ოპოზიციის შანსებს, უკვე გამოიკვეთა ორი სუბიექტი, რომელიც სავარაუდოდ შეძლებს ბარიერის გადალახვას, რაც შეეხება კიდევ ორ პრეტენდენტს, ეს იყო ლელო და
გახარიას პარტია, მათ უკვე ბარიერზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ, მკვეთრად დაბალი 4.5% იყო ზღვარზე შეიძლება ითქვას. ხო, ზღვარზე უფრო რეალურზე შეიძლება ითქვას 4.5%. ხო, რეალურად უკვე გამოკვეთილია, რომ გახარიას არავითარი შანსი არ აქვს, ლელოს თეორიული შანსი შეიძლება ჰქონდეს, თუმცა ერთი ტენდენცია არის ხოლმე ყოველთვის არჩევნების წინ, რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტად იმატებს ხოლმე შედარებით მსხვილი პარტიების რეიტინგები და იკლებს პატარა პარტიების რეიტინგები. აქედან გამომდინარე, თუ მცირე პარტიას, როგორც არის ლელო, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე აქვს დაახლოებით 4.5% რეიტინგი, ამ შემთხვევაში კლებისკენ უფრო რეალური ამ რეიტინგის სასვლა ვიდრე მატებისკენ. ამიტომ ყველაზე რეალური არის ის, რომ სავარაუდოდ ორი ოპოზიციური პარტია გადალახავს ბარიერს. რაც შეეხება ამ ორ პარტიას, ჯამში გამოდის, რამდენი გამოდის 24% დაახლოებით მათი ჯამური რეიტინგი, ის რომ ნაცმოძრაობას და გვარამიას პარტიას ჯამში აქვთ 24% რეიტინგი, ეს არის ტრაგედია. ისეთი მრავალსაუკუნოვანი კულტურის მქონე ქვეყნისთვის, როგორც არის საქართველო, თქვენ იცით, რო ავიღოთ იგივე გვარამიას პარტია, ხო, რომელსაც ხავს რამდენიმე ლიდერი, რითი გამოირჩევიან ეს ადამიანები. ბილდსიტყვაობა, ეკლესიის გინება, პატრიარქის გინება, LGBT პროპაგანდა და ამ შემდეგ, ხო? ეს ყველაფერი არის ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერების თავარი ხელწერა. ეს ადამიანები 10%-ს რო იღებენ, ეს მართლა ტრაგედია. პირადად ჩემთვის ელემენტარულად ამოიღეთ მათი განცხადებები და უკვე თამამად შეიძლება მე საუბარი, რომ ერთი ხმის მიღებაც კი ამ პოლიტიკური პარტიის მიერ არის აბსოლუტურად გასაკვირი. ნაცმოძრაობაზე ბევრი საუბარი აღარ მინდა. ვიცით რა წარსული აქვს ამ პოლიტიკურ პარტიას, მათი მხრიდან 13.5%-ის მიღებაც არის ცალკე აღებული ტრაგედია. თუმცა კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რამდენჯერმე მithქვამს, გერმანიაში რომ ჩაგეტარებინათ არჩევნები იმ პირობებში, რომ რჩებოდა ნაციონალური სოციალისტური პარტია პოლიტიკურ სისტემაში, ალბათ ისინიც აიღებდნენ დაახლოებით 25%-ს. ეს არ არის, ასე ვთქვათ, ქართული მოვლენა, ძალიან ხშირად ყოვლად ასე ვთქვათ, უარგის პოლიტიკურ ძალებს აქვთ ხოლმე საკმაოდ ხშირად სხვადასხვა ქვეყანაში ასეთი ტიპის რეიტინგები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ჩამოვაშოროთ ეს ძალები პოლიტიკურ სისტემას და ეს არის ერთ-ერთი თავარი დაპირება საზოგადოების წინაშე. ჩვენ თუ გვინდა თავი დავახციოთ პოლარიზაციის შეკეთილ წრეს, ასეთი პოლიტიკური ძალები აღარ შეიძლება დარჩნენ პოლიტიკური სისტემაში და ყველაფერი მიდის სამმართველოდ. თქვენი ოპონენტები ამტკიცებენ საპირისპიროს, რომ ჯამურად მათი რეიტინგი არის 70%, ამას ეთანხმება პრეზიდენტიც, რომელიც ამბობს, რომ ქართული ოცნების რეიტინგია 25-30%-ის ფარგლებშია. მოვისმინეთ ასეთი განცხადება. მე მარტივი რამე შემიძლია გითხრათ. თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ მაგალითად 2020 წლის წინა საარჩევნო პერიოდი, სადაც მე ვაცხადებდი, რომ პლუს-მინუს 90 მანდატი გვექნებოდა და ავიღეთ, დაემთხვა ისე, რომ ავიღეთ ზუსტად 90 მანდატი. მე ვსაუბრობდი 2021 წელს, რომ გავიმეორებდით 2020 წლის არჩევნების შედეგს და რეალურად მხოლოდ 1%-იანი იყო განსხვავება, 48% ავიღეთ 2020 წელს და ავიღეთ 2021 წელს 57%. ჩვენ არ ვატყუებთ ხოლმე ამ მორჩეულს ერთი მარტივი მიზეზის გამო, მათ შორის გარდა იმისა, რომ ზოგადად ხვილი არ უნდა იგადრო, ხომო ერთი წელიწადი გავა იქნება შემდეგი არჩევნები, ხო დადგება არჩევნების დღე, ხო დადგება 26 ოქტომბერი, 8 საათი, 9 საათი, 10 საათი და თვალებში ხო უნდა ჩახედო იმ ადამიანებს, რომლებსაც ატყუებდი, რომ 25% აქვს ქართულ ოცნებას. ჩვენ ხო ვიცით ამაზე პასუხი გამოვლენ და იტყვი რომ გაყავდა. ეგ ახლა გასაგებია, ანუ რეალურად მაგაშია სწორედ საქმე, მათ ძალიან კარგად იციან რეიტინგები, მთელი ამბავი ქონდათ ატეხილი, გახარიას და ხაზარაძეს გაერთიანებასთან დაკავშირებით. რატო ცდილობდნენ ასე აქტიურად ამ ორი პარტიის გაერთიანებას? იმიტომ რომ ორივეს უჭირს ბარიერის გადალახვა, ხო? ანუ თვითონ ხო გაიყიდნენ. და ამის მერე კიდე რო უკვირთ, რომ ასეთი რეიტინგი აქვს, ხო 4.5% და 3.5%, ეს ხო თავისთავად ნიშნავს იმას, რომ სინამდვილეში ყველაფერი ძალიან კარგად იციან, უბრალოდ არ უნდათ გაუმხილონ სიმართლე საკუთარ ამორჩევას. რატო ერთიანდებოდნენ? რატო აერთიანებდნენ უბრალოდ მათ ერთიან ბლოკში, ხო? ერთი მარტივი მიზეზის გამო, ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ ახერხებდა საარჩევნო ბარიერის გადალახვა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ
სწორად ბრძანეთ, რომ რეალურად ისინი ცდილობენ რაღაცნაირად ფონი შეამზადონ პოსტსაარჩევნო პერიოდისთვის, კიდევ ერთხელ ლაპარაკი არჩევნების გაყალბებას და შემდეგ თქვენ ხედავთ, რომ წინა საარჩევნო პერიოდი არის აბსოლუტურად მშვიდი. კონკურენტული არჩევნები გვაქვს, არის მშვიდი გარემო, უპრეცედენტო მშვიდი გარემო, სხვათა შორის, რო გადავხედოთ წინა არჩევნებს, ასეთი მშვიდი არჩევნები არ ყოფილა არც ერთ წინა შემთხვევაში, ხო? ანუ მშვიდი გარემო, თავისუფალი გარემო, კონკურენტული გარემო, არაფერი არ არის, რაზეც შეიძლება ვინმე მიიდავოს ხელისუფლებას მართლ პარტიას წინა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით და ორი კვირა დარჩენილი რეალურად არჩევნებამდე. რაც შეეხება არჩევნების დღეს, იქ ისეთი ტექნოლოგიებია უკვე დანერგილი, რომ პრაქტიკულად რომც მოინდომოს ვინმე, ყოველად გამორიცხულია რაიმე ტიპის манипуляция. არის ელექტრონული რეგისტრაცია, ელექტრონული ხმისმიცემა, ელექტრონული დათვლა. როგორც კი დასრულდება არჩევნები 8 საათზე, დაახლოებით 1 საათში უკვე დაიწყება ოქმების გამოქვეყნება და მას საჭირდება მაქსიმუმ კიდე ზევიდან 1 საათი. ხო 10 საათისთვის უკვე გამოქვეყნებული იქნება ელექტრონული წესით მთელი ქვეყნის მასშტაბით 91% უბნების მონაცემები. ახლა ასეთ პირობებში რეალურად საბაბიც კი არჩება იმისათვის, რომ ვინმე მილაპარაკოს გაყალბებაზე. თუმცა ამისთვისაც ამზადებენ ფონს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ევროკომისიის დასკვნის გადაწევა 30 ოქტომბრისკენ არის იმის ნიშანი, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მფარველებს გათვლა აქვთ არა არჩევნებზე, იციან რომ აგებენ, არამედ გათვლა აქვთ პოსტსაარჩევნო პერიოდზე. საბაბის გარეშეც უკვე ყველასთვის ცხადია, რომ არანაირ პროცენტს და შედეგს მათთვის არ აქვს მნიშვნელობა. ეს პროტესტი უკვე დანიშნულია სხვადასხვა ფორმით, საჯაროთაც და არასაჯაროთაც უკვე გაცხადებულია და იქნება მოძრაობა, რომ ესე იგი მოიპარეს ხმები და ახლა უნდა დავიცვათ ჩვენი საარჩევნო უფლება და ხალხის არჩევანი და ასე შემდეგ. ხა ლოზუნგი იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. როგორი მოქმედებს ქართული ოცნება? ხო, რაც გამოვლილი გვაქვს ჩვენ 2020 წელს რეალურად არავითარი რესურსი არ აქვს ამ ძალებს იმისათვის, რომ არჩევნების შემდეგ განავითარონ რაიმე ტიპის რევოლუციური სცენარი, რაც ძალიან კარგად დამტკიცდა მარტი-აპრილი-მაისის მოვლენების დროს, ხო? გარკვეული განცდა დარჩა შარშანდელი მოვლენებიდან, რომ თუ ასე ვთქვათ რევოლუციურ პროცესებს წამოიწყებ, ხელისუფლებას უკან დაახევინებ და ნუ ყველაფერზე შეიძლება წამოიყვანო. წელს ყველამ ძალიან კარგად დაინახა, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, სამართალდამცავი სტრუქტურები დგას თავის ადგილზე და რამდენიც არ უნდა სცადო, რომ ასე ვთქვათ რევოლუციური პროცესები, ასე ვთქვათ, წამოიწყო იქ პარლამენტის შენობაზე, შტურმი განახორციელდა და ამ შემდეგ ვერაფერს ვერ მიაღწევ. არ გაქვს არავითარი რესურსი. შესაბამისად, ოპოზიციის ეს გათვლაც და მათი პატრონების ეს გათვლაც არის ასევე განცერული წარუმატებლობისთვის, სახელმწიფო მზად არის ყველაფრისთვის და სახელმწიფო დაიცავს ბოლომდე ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. როგორც წესი, დავაზუსტებ ამ კითხვას, აი გაზაფხულის გამოცდილება თქვენი ვარაუდით ნიშნავს თუ არა იმას, რომ ეს მოძრაობა გაცილებით ნაკლებ ჭვალებში გულწრფელ და არაანგაჟირებულ ადამიანს ჩაითრევს ამ მოძრაობაში, რომ გარკვეული იმუნიტეტი შეიძინა თუ არა საზოგადოების ვრცელმა ჯგუფმა, რომ არ უნდა წამოეგოს ასეთი ტიპის პროტესტი, აი ამის იმედით. რასთავარია მარტი-აპრილი-მაისის მოვლენებს ექნება სერიოზული პრევენციული ეფექტი. სხვადასხვა თვალსაზრისით, ჩვენ მაშინ ვამბობდით, რომ რეალურად ის მუხტი, რომელიც უნდა დაეგროვებინათ, ამას აკეთებდნენ რეალურად, რომელიც უნდა დაეგროვებინათ ოქტომბრის ბოლოსთვის, ნოემბრისთვის, გავანიავებინეთ წინასწარ. ეს მოხდა მარტი-აპრილი-მაისის მოვლენების დროს. შესაბამისად, ასეთი პროცესების გამეორებას ვერავითარი შედეგი ვერ ექნება. მაგრამ საინტერესოა სცენარის მეორე ნაწილი. ერთია აქციები, მეორეა ბოიკოტი, ხო? პრინციპში ეს სცენარი დანახი გვაქვს, მაგრამ თუ გადალახავს ორი პარტია, ნაცმოძრაობა და გვარამია, ხო? როგორ წარმოგიდგენიათ უკვე საპარლამენტო მუშაობა? თუ კი ისინი გამოაცხადებენ ბოიკოტს, მაშინ რა ხდება? ამ შემთხვევაში განსხვავებით 4 წლის წინანდელი პერიოდისგან არაფრის რესურსი არ აქვს, რომც არ შემოვიდნენ პარლამენტში, არაფერი. ეს არის ოპოზიციის საქმე, უნდა ქუჩაში დარჩება, უნდა პარლამენტში შემოვა, არავითარი რესურსი არ აქვს იმისათვის, რომ თუნდაც იგივე გაიმეორონ, რაც მოახერხეს 4 წლის წინ, ხო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. პირიქით, რეალურად ასეთი პროცესებით ისინი დაგვეხმარებიან იმ ამოცანის შესრულებაში, რასაც ქვია კოლექტიური ნაცმოძრაობის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება.
ყველა მათი ნაბიჯი ამ მიმართულებით, საბოტაჟის მიმართულებით, რევოლუციური პროცესების მიმართულებით იქნება მორიგის შეცდომა, რომელიც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დაგვეხმარება ამ ამოცანის შესრულებაში, რასაც ქვია კოლექტიური ნაცმოძრაობის ერთხელ და სამუდამოდ არაკონსტიტუციურად გამოცხადება. ეს არის ერთადერთი გზა იმისკენ, რომ ჩვენ მოვახერხოთ დეპოლარიზაცია ამ ქვეყანაში, დერადიკალიზაცია პოლიტიკური სისტემის და ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაყალიბოთ ჯანსაღი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა ამ ქვეყანაში. ეს პარტიები არ არიან მარტო, ხო? ჩვენ ნახეთ არაერთი განცხადება, აი წეგან, როდესაც საუბარი დავიწყეთ საუბრობით რეზოლუციაზე, მოვისმინეთ არაერთი შეფასება საერთაშორისო აქტორების მხრიდან, ელჩების მხრიდან, ცნობილი ბანერებიც გვახსოვს, ევროკავშირის ელჩის განცხადებაც, რომ ეს ყველაფერი არის აღმაშფოთებელი და ამაზრზენი და ასე შემდეგ. რა ტიპის ზეწოლას ელოდებით დასავლელი აქტორებისგან, ეს არის საინტერესო. წინასწარ გამიჭირდება ამის თქმა, მაგრამ კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ რაც არ უნდა სცადონ აქ რადიკალურმა ოპოზიციამ და გარეთ მათმა პატრონებმა, არაფერს არ იქნება შედეგი, ვერაფერს ვერ იქნება. ანუ შარმიშელი 2 აღარ იქნება. არა, გამორიცხოთ, ჩვენ ნათქვამი გვაქვს ჯერ კიდევ 2021 წელს თქვით ძალიან მკაფიოდ, რომ არც ერთ შემთხვევაში აღარასდროს მსგავსი ტიპის შეთანხმებას აღარ მოვაწერთ ხელს არჩევალთ ასეთ მოლაპარაკებებში, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციური ჩარჩოდან ქვეყნის გასვლას. ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვუფრთხილდეთ ამ ქვეყნის კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს და დემოკრატიულ სისტემას. შესაბამისად, შარმიშელი 2, 19 აპრილის შეთანხმება 2 არის აბსოლუტურად გამორიცხული. ეს წინასწარ შეიძლება ძალიან თამამად ითქვას. რაც შეეხება მაინც რადგან ახსენეთ, მინდა გამოვეხმაურო ამ ცნობილ ბილბორდებს და შესაბამის სარეკლამო რგოლს, სადაც გამოსახული იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ომის სურათი და მეორე მხარეს ქვეყნის განვითარება. კონკრეტული სუბიექტები წუხან ამ ბილბორდების გამო და შესაბამისი ვიდეო რგოლის გამო, ერთი მარტივი მიზეზის გამო. ისინი 2.5 წლის განმავლობაში ახერხებდნენ წარმატებით საქართველოს მოსახლეობისთვის დაემალათ ის თუ რა ხდებოდა უკრაინაში და რა ხდება დღეს უკრაინაში, სადაც არის სრული კატასტროფა, ეკონომიკური კუთხით, ჰუმანიტარული კუთხით, ინფრასტრუქტურის კუთხით და ასე შემდეგ. 2.5 წელიწადის განმავლობაში ისე წარმოაჩენდნენ მოვლენებს, რომ ჩვენ უნდა შეგვშურებოდა უკრაინის. პირდაპირ ამ ტერმინსაც იყენებდნენ, რომ შურდათ უკრაინელი ხალხის, უკრაინის სახელმწიფოსი და რეალურად ამ ბილბორდებმა და ვიდეო რგოლმა გააშიშლა ის ტყუილი, რაშიც ცდილობდნენ რომ ასე ვთქვათ დაეტოვებინათ ქართული საზოგადოება. და მაშინაც იყო ბულინგი, მათ შორის სხვა ტელევიზიებიც, ანუ არანაცმოძრაობის ტელევიზიებიც, რომ ნაკლებად აშუქებდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და აშუქებენ დღესაც ნაკლებად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, ესეც ამ ბულინგის შედეგია, ხო? შენ თუ აჩვენებ იმ სურათს, რაც სინამდვილეში არის უკრაინაში, დაგიძახებენ რუსეთის გულშემატკივარს და 1000 სისულელეს, ხო? ამიტომ რეალურად საზოგადოებას არ ქონდა სრული ინფორმაცია, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება უკრაინაში. და ამ ბილბორდებმა და ამ ვიდეო რგოლმა გააშიშლა სიმართლე. ამის გამო არიან შეწუხებული ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ უკრაინაში არსებული მდგომარეობა სასრულად წარმოეჩინათ ქართული საზოგადოებისთვის. ამის თავარი მიზანი რა არის? ისევ და ისევ ის განზრახვა, რაც აქვს კონკრეტულ ძალებს. უნდათ ომი საქართველოში, უნდათ მეორე ფრონტი, შენ სასრულად უნდა წარმოგიჩენონ უკრაინის მდგომარეობა იმისათვის, რომ გარკვეულ დონეზე მაინც მოგინდეს ომი და მეორე ფრონტი შენს ქვეყანაში. ამიტომ არიან გაღიზიანებული კონკრეტული ძალები ახლა ამ სარეკლამო მასალებით. თქვენი არჩევანი არის მშვიდობა, პირდებით მშვიდობის დაცვა სამომრჩეველს და მშვიდობა არის საყრდენი მთელი ეკონომიკური გეგმის, რომელიც წარადგინა ქართულმა ოცნებამ. ესე იგი, მონაცემები უკვე დღის მდგომარეობით არის საოცრად შთამბეჭდავი, მუშევრობა, განახევრებული სიღარიბე, სამჯერ შემცირებული, რამდენჯერმე გაზრდილი ბიუჯეტი და ქვეყნის ეკონომიკა, მაგრამ ეს არის მხოლოდ საწყისი წერტილი მომავალი 4 წლისთვის. მოდით აი ამ გეგმაზე ვისაუბროთ, რა არის ეს მთავარი ხაზი ეკონომიკური გეგმის. რა თქმა უნდა, მშვიდობის გარეშე არ არსებობს განვითარება, გამორიცხულია განვითარება, იგივე უკრაინის მაგალითი ამას პირდაპირ აჩვენებს, განადგურებულია ეკონომიკა, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, არის უმძიმეს ჰუმანიტარული ვითარება, სოციალური მდგომარეობა ადამიანებისთვის, ელემენტარულად კომუნალურ მომსახურებას ეწვდომა რა აქვს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, ხო, რასაც ქვია წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, ელემენტარულ
პირობებზეა საუბარი, ხო? კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ მშვიდობა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, ეკონომიკა განვითარდეს. ჩვენ გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი შედეგები, რაც ციფრებში წარმოადგენთ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დროს. პირველ რიგში რაც შეეხება ეკონომიკას. ყველა მიმართულებით ზოგადად პირველ რიგში ამას ვიტყვი 2012 წელს ჩვენ მემკვიდრეობით დაგვიტოვეს უმძიმესი მდგომარეობა. ქვეყნის ეკონომიკა იყო მხოლოდ 28 მილიარდი ლარი, ბიუჯეტი იყო მხოლოდ 8.5 მილიარდი ლარი, უმუშევრობა იყო დაახლოებით 26.7%, სიღარიბე იყო 30%, მილიონ 100,000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ხარს მიღმა. ხო, ამ დროს ხალხს ატყუებდნენ მაშინ მათ ხელში იყო მთელი მედია ჰქონდათ მონოპოლიზებული და ატყუებდნენ, რომ სინამდვილე ხვაოდა ეკონომიკა, ყველა იყო ბედნიერი და ასე შემდეგ. მილიონ 100,000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს ხო მონაცემები, ხო ძირითადი მონაცემები. ჩვენ გვაქვს დღეს უკვე რადიკალურად განსხვავებული ვითარება. 28 მილიარდიდან მოახერხეთ და უკვე გავზარდეთ 90 მილიარდ ლარამდე ქვეყნის ეკონომიკა და პროგრამის მიხედვით ჩვენ როცა განვახორციელებთ ყველა იმ ამოცანას, რომელიც დაკავშირებულია პროგრამის აღსრულებასთან, 4 წლის თავზე 2028 წელს ეკონომიკა მიაღწევს უკვე 130 მილიარდ ლარს. ანუ 28 მილიარდიდან ავდივართ 130 მილიარდ ლარამდე. ამის პროპორციულად იზრდება ბიუჯეტი, იყო 8.5 მილიარდი ლარი, ამ წელს გვაქვს უკვე 27.8 მილიარდი ლარი და 40 მილიარდს გადასდება 2028 წლისთვის. უმუშევრობას რაც შეეხება განახევრებულია, ეხანდელი მონაცემებით არის 3.7% და იმ გეგმის მიხედვით რაც არის წარმოქმნილი 4% ჩამოწდება უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში 2028 წელს. ცნობისათვის ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი არის 6%. ანუ ევროკავშირის საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი გვექნება უკვე 4 წელიწადში ჩვენ უმუშევრობის ნაწილში. მარტო ბოლო 2 ნახევარ წელიწადში შეიქმნა საქართველოში 170,000 სამუშაო ადგილი, ხო? ანუ ამას ამბობენ ხოლმე, რომ კი ეკონომიკა სერიოზულად გაიზარდა, მაგრამ წავიდა 20-25 თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ეს 25 ადამიანის ჯიბეში მიდის ეს ფულიო. აი, იცით რა მაინტერესებს ციფრები, რომელსაც ასახელებთ, ნამდვილად არის შთამბეჭდავი, მოლოდინები რაც გაქვთ ასევე, საინტერესოა როდის კონკრეტულად დაიწყებს მაგალითად ადამიანების ხელფასები, პენსიები და ასე შემდეგ მატებას, როდის აისახება ეს ყველაფერი ადამიანთა ჯიბეებს, რასაც. პირველ რიგში უკვე ვთქვი, რომ სამუშაო ადგილები მარტო 2 ნახევარ წელიწადში 170,000-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ შემოსავალი და გაუჩნდათ შემოსავალი, გაუჩნდათ სამსახური. ანუ უკვე არის მაგალითად ამ 2 ნახევარ წელიწადში კონკრეტული 170,000 პირი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი თანამოქალაქე, რომელსაც სამსახური არ ჰქონდა და ახლა აქვს სამსახური. ეს ხო ნიშნავს იმას, რომ 170,000 ადამიანზე და მათი ოჯახის წევრებზე უკვე გადანაწილდა ძალიან კონკრეტული სიკეთე. გარდა ამისა, საშუალო ხელფასს რაც შეეხება, იყო 712.5 ლარი 2012 წელს. რაც უკვე არის გაზრდილი 2005 ლარამდე, ანუ 2000 ლარს გადასცა ახლა საშუალო ხელფასი. და ჩვენი გეგმის მიხედვით 3500 ლარამდე გაიზრდება უკვე 4 წელიწადში. ეს რო უტყვარი მონაცემებია საიდან ჩანს? ეს ადამიანები არიან გადასახადის გადამხდელები და მათ შეაქვთ თანხები ბიუჯეტში. ეს 170,000 რო დაემატა სამუშაო ადგილებს 170,000-ით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ბიუჯეტში შეაქვთ თანხა. რომ გაიზარდათ ხელფასები, ხო, სამჯერ აქვთ გაზრდილი ხელფასები ამ წლების განმავლობაში. სამჯერ მეტი საშემოსავლო გადასახადი შეაქვთ ამ ადამიანებს სააქციო ბიუჯეტში. ანუ იმდენად დიდი ფარსია ის, რომ 20-25 ადამიანი მდიდრდება იმით, რომ 28 მილიარდი ლარი იყო ქვეყნის ეკონომიკა და 90 მილიარდი ლარი გახდა, ჯერ ერთი ეკონომიკა ეს არ არის, ასე ვთქვათ, ნაღდი ფულის რაღაცა გროვა, რომ ვიღაცა მაიღოს და სახში წაიღოს. ეკონომიკის ზრდა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში იზრდება წარმოება, პროდუქცია და იზრდება სერვისების მოცულობა, ხო? მაგალითად, ერთ-ერთი სტატისტიკური მაჩვენებელი ეხებოდა სასტუმროებს. 777 სასტუმრო იყო ხოლო ჩვენს ქვეყანაში და 2600-ს გადააჭარბა სასტუმროების რაოდენობა, ხო, ამ წლების განმავლობაში. ამ სასტუმროებში არიან დასაქმებული ადამიანები, ისინი იღებენ ხელფასებს, მათ აქვს შემოსავალი, იხდიან გადასახადებს და ასე შემდეგ. ანუ ეკონომიკის ზრდა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ სიკეთე შედის მოსახლეობის დიდ ნაწილში. აქ რა თქმა უნდა რჩება მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც საერთოდ არ აისახა სამწუხაროდ დღემდე ეკონომიკის ზრდა და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ
მართალია ჩვენ გვაქვს სიღარიბის ნაწილშიც სერიოზული გაუმჯობესება. 1,100,000 ადამიანი იყო კიდევ ერთხელ ვეთქვი სიღარიბის ხარს მიღმა მიცხოვრობდა 2012 წელს და ეს მაჩვენებელი არის ჩამოსული 440,000-მდე, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ 440,000 ადამიანი ცხოვრობს კლავად სიღარიბის ხარს მიღმა, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ 440,000 ადამიანამდე ეს სიკეთე ჯერ ვერ მივიდა, ხო? ანუ აქ манипулირება ადვილია მეორე მხრიდან, გეუბნებია, რომ არის 440,000 ადამიანი სიღარიბის ხარს მიღმა, მაგრამ ამას შეიძლება დრო, ბუნებრივია. ჩვენ სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ როდესაც გაიზრდება ეკონომიკა და ეს არის თავარი ამოცანა ჩვენთვის 130 მილიარდ დოლარამდე 4 წელიწადში ეკონომიკის ზრდა, იქ უკვე მაქსიმუმ 150,000 ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ხარს მიღმა. და საბოლოო ჯამში ჩვენ თანმიმდევრულად წლიდან წლამდე მივდივართ სიღარიბის განულებამდე, რაც ხდება პირველ რიგში სწორედ ეკონომიკის ზრდის შედეგად. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ჩარჩო პოლიტიკა ეკონომიკისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის, გვაქვს ძალიან კარგი მენეჯმენტი, ბიზნესი არის თავისუფალი, რაც 2012 წლამდე სრულად განსხვავებულად იყო. როგორც მოგეხსენებათ, გვაქვს მშვიდობა მალობა ღმერთს და ეს არის ძირითადი ფაქტორები, რაც გვაძლევს ეკონომიკის განვითარების, სწრაფად განვითარების საშუალებას და იმ ოპტიმისტური პროგნოზის წარმოქმნის საშუალებას, რომელიც იყო ჩვენს პროგრამაში ასახული. ამიტომ აბსოლუტურად რეალურია ის, რომ 150,000 ჩამოწდეს სიღარიბის მაჩვენებელი 2028 წლისთვის და აბსოლუტურად რეალურია ის, რომ უმუშევრობა ჩამოწდეს 4%-იან ნიშნულს. ამისთვის გაკეთდება ყველაფერი, მათ შორის გვექნება საგანგებო პროგრამები, რაც გაგრძელდება, გაფართოვდება, იგივე აწარმოება საქართველოში და ამ შემდეგ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამები, ენერგეტიკაში ძალიან დიდი ინვესტიციები გვექნება, ტურიზმის სფეროში, სხვადასხვა მიმართულებით სახელმწიფო კონკრეტულ ზომებს მიიღებს იმისათვის, რომ ეკონომიკის ზრდა კიდევ უფრო მეტად წავახალეს. ერთ-ერთი არის ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც რა თქმა უნდა პირველ კავშირში არის პირდაპირ ეკონომიკურ განვითარებასთან და განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა თბილისი-ბათუმის, ესე იგი პირდაპირ მაგისტრალი 4-ზოლიანი მომავალ წელს იქნება უკვე. დიახ, მომავალ წელს დასრულდება აუცილებლად თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა საჭირდება დაახლოებით 4 საათი, როდესაც თავის დროზე 5-6 საათი ჭირდებოდა. ეს არის რა თქმა უნდა ერთ-ერთი საკვანძო პროექტი. გარდა იმისა, რომ თვითონ ჩვენი მოქალაქეების მნიშვნელოვანია უფრო სწრაფი გადაადგილება, ეს ხელშეუწყობს რა თქმა უნდა ეკონომიკის განვითარებასაც, იგივე თუნდაც ტურიზმის განვითარებას და ზოგადად ყველა მიმართულებით და გარდა ამისა, ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რომ ბევრად უფრო განვავითაროთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია ეკონომიკური, ასე ვთქვათ, პოტენციალის. ნუ კუთხით აღმოსავლეთის მაგისტრალიც საინტერესოა. კი, რა თქმა უნდა, ანუ ერთი რომ საზღვრიდან საზღვრამდე დავაკავშირებ ჩვენ ავტომაგისტრალით კონკრეტულ პუნქტებს თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვრამდე დასრულდება ავტომაგისტრალის მშენებლობა მთლიანად უკვე 2028 წლის ბოლომდე გაიჭრება მათ შორის წითელ ხიდამდე და სადახლომდე მიმავალი 4-ზოლიანი ავტომაგისტრალი და კახეთის მიმართულებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მთლიანობაში ანუ ამ ეგრეთ წოდებული დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას აქვს ძალიან დიდი ეკონომიკური პოტენციალი ჩვენი ქვეყნისთვის. ამისთვის გრძელდება სწორედ გზების მშენებლობა, ძალიან დიდი ინვესტიციები ჩაიდება ამ მიმართულებით მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ანაკლის პროექტი და ასე შემდეგ. რკინიგზის მოდერნიზაცია, ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან თანმიმდევრული და წინასწარ გაწერილი გეგმა. რაც საბოლოო ჯამში გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ფუნქციას, არა მარტო ეკონომიკური, არამედ ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს მეგაპროექტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სრულიად ახალ შესაძლებლობებზე გაყავს, როგორც ტურისტული პოტენციალი, ისე ზოგადად ქვეყანა რა ვადებში შეიძლება ეს განხორციელდეს, რა ეტაპზე ეს პროექტი უფრო მეტი დეტალი რომ გითხრათ. კი, ნუ ტურიზმიც მზარდია და ზოგადად მგზავრთნაკადი იზრდება ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ ამას რა თქმა უნდა უპასუხოს აეროპორტების ინფრასტრუქტურამ. თბილისთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაც იგეგმება და ახლა იწყება სამუშაოები. და ქუთაისის შემთხვევაშიც დღეს თუ 1,700,000 მგზავრის გატარება შეუძლია ქუთაისის აეროპორტს 5 მილიონამდე გაიზრდება ქუთაისის აეროპორტის რესურსიც, როცა ეს პროექტი დასრულდება. რაც შეეხება თბილისის შემთხვევაში მოქმედ აეროპორტს შეუძლია მაქსიმუმ 4 მილიონი მგზავრის გატარება წელიწადის განმავლობაში, რაც ვერ უპასუხებს რა თქმა უნდა მზარდ მოთხოვნას წლების განმავლობაში და ჩვენი მიზანია რომ აშენდეს ახალი, სრულიად ახალი თანამედროვე, ულტრათანამედროვე საერთაშორისო აეროპორტი თბილისში, ვაზიანის ტერიტორიაზე, რომელიც შეძლებს 18 მილიონი მგზავრის
გატარებას. პირველი ფაზა დასრულდება 2029 წელს, ეს არის გათვალისწინებული ვადა პირველი ფაზის დასრულებისთვის, რაც უკვე სრულიად სხვა შეასრულებებს მისცემს ჩვენს დედაქალაქს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას ბევრი თვალსაზრისით გააძლიერებს ჩვენ მათ შორის ეკონომიკურ პოტენციალს ამ პროექტის განხორციელება. 29 წელი თქვენ დაასახელეთ ასევე ანაკლიის სპორტში პირველი ასე ტვირთის მიღების წლად. ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის რეგიონული პროექტი არის, რომელსაც აი ახალ დონეზე გაყავს ჩვენი ქვეყანა. რა შესაძლებლობები იხსნება აქ? რა თქმა უნდა, იგივე მათ შორის შუა დერეფნის ინიციატივის ჭრილში თუ შეხედავთ ამ პროექტს, რა თქმა უნდა, ეს პროექტი სერიოზულად წაადგება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას. პირველი ფაზა გათვლილია $600 მილიონ ინვესტიციაზე და პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, ანუ 2029 წლისთვის უკვე პირველი გემები იქნება მიღებული და წელიწადში შევძლებთ 600,000 კონტეინერის მიღებას, რაც ძალიან დიდი რესურსია, ბუნებრივია, ეს ყველაფერი აისახება პირდაპირ ეკონომიკის ზრდაზე, აისახება ბიუჯეტის შევსებაზე, შესაბამისად ანაკლიის პროექტის განხორციელებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და რა თქმა უნდა ჩინური ტვირთების როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და გამსასხვრელი, შესაბამისად მოხარული ვართ რომ სწორედ ჩინურ სინგაპურულ კომპანიასთან ერთად განხორციელდება ეს პროექტი. და აქ ვიგეთ ერთხელ აღვნიშნავ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული ინტერესი რომლის გათვალისწინებითაც სახელმწიფოს რჩება 51% საკონტროლო პაკეტი ამ პროექტში. შესაბამისად, ყველა თვალსაზრისით არის მაქსიმალურად გატარებული ჩვენი ქვეყნის ინტერესი. როდესაც ვსაუბრობთ იმ სიკეთის მიღებაზე, რაზეც თქვენ ახლა ლაპარაკობთ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს აისახოს ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე. უკაცრავად საარჩევნო პროცესს თემატიკად გასდევს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი. და ბევრი კითხვა ჩნდება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ როგორ შეიძლება რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები დავიბრუნოთ იმ ხალხთან ერთად, რა თქმა უნდა, ვინც იქ ცხოვრობს და საბოლოო ჯამში აღდგეს ნორმალური ურთიერთობა. ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში. არსებობს რაიმე სიგნალები იმ ღია განცხადებების მიღმა, რაც არის გაკეთებული ხელისუფლების მიერ? ეს ესეთი საკითხია, რაზეც ხმამაღლა საუბარი რთულია. აქ ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ მათ შორის როცა საუბრობთ ჩვენ ეკონომიკის განვითარებაზე, ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს შეუწყობს და დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას. რაც უფრო მეტად იქნება განვითარებული ჩვენი ქვეყნის ის ტერიტორია, რომელიც დღეს არ არის ოკუპაციის ქვეშ, ანუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 80%, მით უფრო მეტი ინტერესი გაჩნდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რომ განხორციელდეს ინტეგრაცია და ჩვენ ვიცხოვრობთ საერთო ერთიან სახელმწიფოში, განუყოფელ სახელმწიფოში, მათ შორის ერთად გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. შესაბამისად, ქვეყნის განვითარება არის პასუხი ყველაფერზე და არის საუკეთესო გზა ყველა მიმართულებით, მათ შორის ჩვენი ქვეყნის გამთლიანების მიმართულებით. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ეკონომიკა, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი პოზიციები, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე და მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი პოზიციები გამთლიანების ამოცანის შესრულების კუთხით. მე ცალკე მინდა გამოვყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც გარდა იმისა, რომ რადიკალურად შეცვალა ჯანდაცვის სფეროში სიტუაცია და პირდაპირ მნიშვნელობით გადაარჩინა ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე, ეს იყო ერთგვარი პოლიტიკური განაცხადი, რომ ადამიანმა, ცალკეულმა ადამიანმა განურჩევლად მისი სტატუსისა, დამსახურებისა და ასე შემდეგ შეიძინა ღირებულება. ხო, აი როგორ აფასებთ ამ წლების შემდეგ ამ პროგრამის მიმდინარეობას და როგორ გაგრძელდება რაიმე ცვლილებები ხო არ არის დაგეგმილი? სწორად აღნიშნეთ, რომ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღება ეს იყო სწორედ ღირებულებითი არჩევანი. პოლიტიკის ცენტრში უნდა იდგეს ადამიანი, რაც სრულიად განსხვავებულად იყო 2012 წლამდე. პირიქით ადამიანის ღირსება იყო ის, რასაც ყველაზე მეტად ლახავდა მაშინდელი ავტორიტარული რეჟიმი. ეს მიდგომა რადიკალურად შეიცვალა და ამის ერთ-ერთი გამოხატულება იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. და ჩვენ აქ ციფრებით წარმოვადგენთ, 4-ჯერ არის გაზრდილი მთლიანობაში სოციალური ბიუჯეტი, ცალკე ჯანდაცვის დანახარჯები და საბოლოო ჯამში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და სხვა მიზნობრივი ჯანდაცვის პროგრამები, რაც ამოქმედდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, პირდაპირ იძლევა კონკრეტულ შედეგებს ადამიანებისთვის. და აქაც კონკრეტული ციფრები იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რაც წარმოადგენთ
72 წელი იყო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ჩვენ ქვეყანაში 2012 წელს და ეს მაჩვენებელი არის 75 წლამდე გაზრდილი. და ამის შესაბამისად იგივე პენსიონერების რაოდენობა რო ავიღოთ, საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანების რაოდენობა 155,000-ით არის გასწრილი. ეს ადამიანები, ეს 155,000 ადამიანი იყო განწირული წინა ხელისუფლების პირობებში ელემენტარულად უსახსრობის გამო. ადამიანები უსახსრობის გამო ვერ მიმართავდნენ ჯანდაცვის დაწესებულებას. 5 ჯერ არის შემცირებული იმ ადამიანების რაოდენობა 2012 წლის შემდეგ, რომლებიც ფინანსური სახსრების გამო დღეს ვერ მიმართავენ ჯანდაცვის დაწესებულებას და ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე მცირდება და კიდევ უფრო მეტად შემცირდება და ეს არის კიდევ ერთხელ იმ პროგრამების დამსახურება, რაც ამოქმედდა. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს პროგრამები იძლევა უკვე კონკრეტულ შედეგს. 3,300,000 ადამიანმა ისარგებლა ჯანდაცვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, 8,5 მილიარდი ლარი გამოიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათთვის და არის უამრავი შემთხვევა, რომელიც საალკოჰოლო შემთხვევა, რომელიც დაფინანსდა სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში და მიმართულებით რა თქმა უნდა გაგრძელდება მომავალშიც პროგრამის განხორციელება. ჩვენი საზოგადოების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაწილს მინდა შევეხო ემიგრანტებს. დღეს თქვენი ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება არათუ არ ზრუნავს მათზე, არამედ საარჩევნო უფლებასაც ართმევს. მთელი კამპანია არის გაჩაღებული, რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ იცით. პლუს ამას ისინი თავიანთ საარჩევნო პროგრამებში პირდებიან, რომ ჩვენ ვიზრუნებთ ფონდებს გავაკეთებთ, დაგაბრუნებთ ასე შემდეგ. რას ეტყოდა პრემიერ-მინისტრი ემიგრანტებს? რა თქმა უნდა, ემიგრანტების საქართველოში დაბრუნება, სამშობლოში დაბრუნება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და რა თქმა უნდა, ამ ამოცანის შესრულება სერიოზულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ჩვენ წარმოვადგენთ ერთ-ერთი სლაიდი ამ პრეზენტაციის ფარგლებში, რაც უკავშირდებოდა ეკონომიკურ სხვაობას საქართველოსა და კონკრეტულ ქვეყნებს შორის. და ჩვენ თქვით ერთი რამ, მაგალითად ავიღეთ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი და ჩამორჩენა 2012 წლამდე ამ ქვეყნებთან იყო დაახლოებით 4 მაგი, ნუ 2.5 იყო დაახლოებით საბერძნეთთან, 4 მაგი იყო ჩამორჩენა ისეთ ქვეყნებთან, როგორც არის იგივე საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია. როცა 4 მაგია ჩამორჩენა, ეკონომიკური ჩამორჩენა, რა თქმა უნდა, ავტომატურად ეს განაპირობებს მიგრაციას, ხო? ფიზიკის კანონებით არის, როცა ერთგან არის მეტი ეკონომიკა, მეორეგან არის 4-ჯერ ნაკლები ეკონომიკა, მიგრაციის პროცესები ბუნებრივად წარიმართება. და ისიც თქვით, რომ 2028 წლისთვის ჩვენი ჩამორჩენა საფრანგეთთან, იტალიასთან, დიდ ბრიტანეთთან ორმაგზე ნაკლები იქნება. რაც უფრო ნაკლები იქნება სხვაობა ჩვენს ქვეყანასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, მით უფრო ნაკლები იქნება მიგრაცია. ამიტომ აქაც თავარი განსაღები არის რეალურად ეკონომიკაში. მიზეზი რატომაც მაგალითად რეგიონებიდან ჩამოდიან თბილისში, ბათუმში, დიდ ქალაქებში, არის ისევ და ისევ იგივე. ან თბილისში არის მაგალითად ეკონომიკა რამდენჯერმე მეტი, ვიდრე მაღალმთიან კონკრეტულ მუნიციპალიტეტში პირობითად, აქედან გამომდინარე გვაქვს მიგრაციის პროცესი კონკრეტული რეგიონებიდან ქვეყნის დედაქალაქში ან ბათუმში და ასე შემდეგ. ანალოგიურად სამწუხაროდ გვაქვს მიგრაციის პროცესი ქვეყნის გარეთ. ასეთი პრობლემა ქონდა არაერთ ქვეყანას, მათ შორის იგივე რო ავიღოთ ლიტვა და ლატვია. ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ლიტვის მოსახლეობა შემცირდა 600,000-ით, 20%-ზე მეტით და ლატვიის მოსახლეობა შემცირდა 400,000-ით, აქაც 20%-ზე მეტით. აქაც მარტივი მიზეზი იყო. ანუ ლიტვის მოსახლეობა იყო უფრო რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში და ლატვიის ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობა, ანუ ეკონომიკებს შორის იყო სხვაობა, ამან განაპირობა ბუნებრივად მიგრაცია. მით უმეტეს რომ გახსნილი იყო საზღვრები ლიტველებისთვის, ლატვიელებისთვის, იმის გამო რომ ისინი გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. როცა არის სხვაობა ეკონომიკებს შორის, ეს ავტომატურად განაპირობებს სამწუხაროდ მიგრაციას. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ მოახერხეთ და 2012 წლის შემდეგ პრაქტიკულად მოახერხეთ, ასე ვთქვათ, მოსახლეობის რაოდენობის შენარჩუნება. თითქმის იდენტურია, მცირე კლება გვაქვს 2012 წლის შემდეგ, მაშინ როდესაც წინა ხელისუფლების პირობებში 221,000 ადამიანით შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. ან წინა ხელისუფლების შედეგი ეს იყო. 221,000 შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში არსებითად მოსახლეობა იყო 3,7 მილიონი და ეხლაც არის 3,7 მილიონი, არის მცირე კლება. ამის მიზეზიც არის ის, რომ ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ კვლავაც გვაქვს ჩამორჩენა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან, რის გამოც, რა თქმა უნდა, მიგრაციის პრობლემა ძალაში რჩება. როგორც კი განვითარდება
ეკონომიკა და შემცირდება სხვაობა საქართველოს და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკებს შორის, მაშინვე შემცირდება ბუნებრივი მიგრაცია. უფრო მეტიც მე დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე წელიწადში, სადღაც 3-4 წლის თავზე, წავა ძალიან აქტიური უგუ პროცესი ემიგრანტების საქართველოში დაბრუნების პროცესი. კიდევ ერთხელ ამის თავარი გასაღები არის სწორედ ეკონომიკის განვითარებაში. ახლა შევეხოთ იმ სფეროს, რომლითაც ასე მოხდა, რომ ყველაზე მეტად ვამაყობთ ხოლმე ბოლო პერიოდში, ესე იგი ისტორიული მიღწევების ეპოქა არის ქართულ სპორტში. რა მოიტანა ეს საოცარი შედეგი, რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ აი ეს სასწაული გამარჯვებები ნახოს მაყურებელმა და როგორ აპირებთ, რომ კიდევ უფრო მეტად შეუწყოთ ხელი ქართულ სპორტსმენებს? გარდა იმისა, რომ ინვესტიციები გაიზარდა სახელმწიფო ინვესტიციების სპორტში, პირველ რიგში ეს არის ქართული გენის დამსახურება, განსაკუთრებული სპორტული ნიჭი გვაქვს ქართველებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ ნიჭსაც სჭირდება ხელშეწყობა და მისნით 4-ჯერ გაიზარდა სპორტის დაფინანსება 2012 წლიდან დღემდე. წლიურ დაფინანსებას გულისხმობ და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ხელს უწყობს წარმატებას, სპორტის წარმატებას სხვადასხვა მიმართულებით. შემთხვევით არ შეიძლება მოხდეს ის, რომ 30 წლის თავზე დამოუკიდებელ აღდგენის შემდეგ ჩვენ გვაქვს პირველი მიღწევა ყველა სახეობაში, ხო? იგივე ფეხბურთი, რო გავიხსენოთ, პირველად გავედით ევროპის ჩემპიონატზე, კალათბურთი პირველად გავედით მსოფლიო ჩემპიონატზე, წყალბურთელები პირველად გავიდნენ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე, ხელბურთელები პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, მორაგბეებმა პირველად მოუგეს 6 ერის გუნდებს, ჰქონდა უმაღლესი შედეგი ოლიმპიურ თამაშებზე და ჰქონდა უმაღლესი შედეგი ისტორიაში პარალიმპიურ თამაშებზე. ხო, შემთხვევით ვერ მოხდება, როცა 30 წლის თავზე გაქვს ყველა მიმართულებით, ასე ვთქვათ, უპრეცედენტო შედეგი. ამას განაპირობებს, რა თქმა უნდა, მხარდაჭერაც და შესაბამისად ჩვენი ვალია, რომ მომავალშიც გავაგრძელოთ სპორტის მხარდაჭერა და ჩვენ უკვე დავანონსეთ, რომ დაიწყება 2 მილიარდიანი პროგრამა იმისათვის, რომ განვითარდეს სპორტული ინფრასტრუქტურა. ყველა გვეუბნება, რომ ეს ჩვენც ვიცით, ძალიან გაზრდილია მოთხოვნა სპორტზე, განსაკუთრებით ბავშვებში და ინფრასტრუქტურა ჯერჯერობით ვერ პასუხობს ამ გაზრდილ მოთხოვნას. მანამდე თუ დასდევდნენ ასე ვთქვათ ბავშვებს, რომ შეიყვანათ ფეხბურთზე, კალათბურთზე და ეს შემდეგ, ეხლა იმ ხელა მოთხოვნაა, რომ უბრალოდ ვერ აუდიან. გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოგვიყალიბდა უკვე ბოლო წლების შემდეგ. და ეს ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება, ამიტომ ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ გაზრდილ მოთხოვნას უპასუხოთ სათანადო ინფრასტრუქტურით. როგორც ქალაქებში, ასევე რეგიონებში ნიშნულოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები. ეს იქნება პროგრამის ერთ-ერთი გამოკვეთილი შემადგენელი ნაწილი, სპორტული მოედნები, სტადიონები და ეს შემდეგ ყველა მიმართულებით ჩაიდება ძალიან დიდი ინვესტიცია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება, რაც გვაქვს ასახული საარჩევნო პროგრამაში, უკავშირდება თბილისის ახალ სტადიონს, ულტრათანამედროვე სტადიონს, რომელიც უპასუხებს ყველა მოთხოვნას, FIFA-ს და UEFA-ს მოთხოვნებს მათ შორის და ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ თბილისში უმასპინძლოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალს, ამისათვის გვჭირდება 70,000-იანი სტადიონი, უკვე მუშაობთ კონცეფციაზე, ბრიტანული სტილის სტადიონი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, თანამედროვე ტიპის სტადიონი გვინდა ავაშენოთ და ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან კარგი საჩუქარი ქართველი გულშემატკივრისთვის. ამბიციური განაცხადია ფინალის მასპინძლობა, ბოლო შეკითხვა მინდა და აბსოლუტურად რეალურია. კი ბატონო, განსაკუთრებით სპორტული მიღწევების ფონზე ყველაფერი რეალურია. ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ იმ უნიკალური ხელნაწერის დაბრუნებაზე, რომელიც პრინციპში ასე სჭირდებოდა საქართველოს, ხო? დარწმუნებული ვარ, გაივლის 10 წლეულები ამ ფაქტის მნიშვნელობა არ დაიკარგება, შეიძლება არავის გაახსენდეს, რაზე გამართობდნენ საქართველოში 2024 წელს პოლიტიკაზე, მაგრამ ეს ხელნაწერი დარჩება. როგორ აფასებთ ამ პროცესს? დღეს გქონდა ამ ხელნაწერთან მიახლოების საშუალება და მართლა ძალიან ემოციური იყო ეს ჩემთვის, არის უნიკალური ხელნაწერი, პალიმსესტი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში და რა თქმა უნდა ეს არის უდიდესი საგანძური ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც რა თქმა უნდა ძალიან უნდა მოუფრთხილდეთ და მადლობა უნდა გადაუხადო რა თქმა უნდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც შეიძინა ეს საგანძური ჩვენი ქვეყნისთვის და გადასცა ჩვენს ქვეყანას ეს უნიკალური ხელნაწერი. დღეს თქვი და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის იყო ყველაზე მეტად მიმართული ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვაზე და შენარჩუნებაზე და ქველმოქმედების ეს აქტიც არის ზუსტად ამის გამოხატულება. მან შეიძინა ქვეყნისთვის ის უნიკალური
ხელნაწერი, რომელიც ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია და კიდევ ერთხელ მადლობა ბატონი წინამორბედიშვილს ამ საჩუქრისთვის. ჩვენ მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის და დღეს ამით დაგემშვიდობებით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კვაბახიძე იყო ჩვენი სტუმარი. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. ნახვამდის.